ფოთის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა მორიგი საპროტესტო აქცია დღეს მერიის წინ გამართეს. დაზარალებულების მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. აქციის მონაწილეები ასევე დღეს ფოთის მერთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, თუმცა ირაკლი კაკულია მათ არ შეხვდა. დახმარებას ვითხოვ, ხელისუფლებისგან ვითხოვ, მერიისგან ვითხოვ, მაგრამ ჩვენ ვერავითარ ის დახმარება ვერ მივიღეთ, ვერც მერიიდან, ვერც ხელისუფლებიდან. კაკულია აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. ძალიან სულ მდგომარეობაში აღმოჩნდით ჩვენ. მე არ ვიცი რა მოხდა. მასიური ხასიათი მიიღო ამ დამწრობებმა ბაზრობის. ხალხი დაშინებულია. ნახევარი ბაზარი გადარჩა, მაგრამ იმათაც ეშინია კიდე. რა ვქრათ, რა გზას დავადგეთ, არ ვიცი. არავინ ყურადღება ჩვენ არ გვაქცევს. არც ადმინისტრაცია, არც მერი, არც ხელისუფლება. ჩვენ ბანკებში კიდე ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ვითხოვთ დახმარებას კიდე, მაგრამ არანაირ დახმარება ჩვენგან ჯერ არავის არ მოუწია. დაზრალებული მოვაჭრეები ორშაბათიდან პერმანენტული აქციებით იმუქრებიან, რომელსაც ქუთაისში პარლამენტის შენობასთან გამართავენ.